დღეს თაზე გვინდა გესაუბროთ. დღეს გვესაუბროთ ჩვენი გვინდა გაგეზიაროთ. მოკლედ ქართულ მედიცინაზე, მკურნალობაზე, რაღაც ამბებზე გვინდა რომ გელაპარაკოთ რა. ექიმებზე ვისაუბროთ. ქართველ ექიმებზე არა რაღაცნაირად. ზოგადად მკურნალობის იყოს მკურნალობა. ჩვენს ქვეყანაში რო დავაკვირდით ჩვენ რაღაცნაირად სტატისტიკას გადავხედეთ და ძალიან ბევრი ადამიანი, გარდა კლასიკური ექიმებისა, ენდობა სახალხო მედიცინას რა ექიმბაშებს მათ უფრო ენდობიან ძალიან ბევრი დადის მათთან რა ძალიან ბევრი ადამიანი და ვიფიქრეთ კაცო რატო არის ესე როგორ შეიძლება რომ ადამიანმა ექიმის ნაცვლად სადღაც წახვიდე მაგალითად თაგვის კუდით იმკურნალო მაგრამ ჩვენი აზრით აღმოხსენით ჩვენ ამის ამბავი ხო ამოხსენით რაშია საქმე ეს ჩვენი პროფესიონალი ექიმები ეს ძალიან კარგები და მშვენიერები ვისთანაც ჩვენ დავდივართ ხო ისინი რეცეპტს წერენ ისეთი ხელით რომ ნორმალური ადამიანი ამას ვერ წაიკითხავს ვერ გაიგებს რა აზრებს ამიტომ მიდიან ვიღაცასთან ვინც ელაპარაკება და ეუბნება იცი რა არის რაღაცა აი მაგალითად მეორე ალტერნატივა ანწლის ნაყენი დალიეთ და შეიძლება მაგის ბრალი იყოს ხო მეორე ალტერნატივაც არის როცა რეცეპტით მიდიხარ სადაც კონკრეტული აფთიაქები კითხულობენ მარტო ეს სხვა მაფია მოკლედ ექიმბაშებიც დასაფასებელი ხალხია მეგობრებო იმიტომ რომ მარტო პატრიოტიზმს აწვევიან და რაღაცა მეცნიერება და იქ თურქეთში გაგაგზავნეს კი არა აქვე რა დაიღე მოწყვიტე მრავალძარღვა ძმაო დააყარე სოდა გახსენი ერთი ღამე დააყენე გლიჯე კიბოს არჩეს ძმაო მარტალი კაცია ძალიან ამბილი პატრიოტები არიან სამამულო მედიცინაში ხლიწო ეხა მთელი არც ერთი არ გეტყვი არც თურქეთში არც საფრანგეთში და რაღაც გაგიმართე გიწერი რაც მოკლედ ახლა ეგ თავარია მრავალძარღვა სოდა ხლიწე და რაც გიწერი მე ყველაზე მეტად რა მაოცებს ქართულ ჩვენს მედიცინაში ახლა სხვა ქვეყნებში ექიმებთან არის ჩვენ მედიცინა გვაქვს აუცილებლად ძალიან მაგარი ექიმები გვყავს ძალიან სასწაული მაგარი ექიმები გვყავს გვაქვს რამდენიმე კარგი კლინიკაც და ასე შემდეგ მაგრამ რაც მაოცებს ყველაზე მეტად არის რა უყურეთ ექიმი ჩემი სუბიექტური აზრია ბიჭო ჩემი სუბიექტური ხო შეიძლება გაუზიარო ჩვენს მაყურებელს ექიმი ჩემი აზრით არის ადამიანი რომელიც არის მცოდნე რომელიც არის მეცნიერი ამ საქმის რომელთანაც მიდიხარ პროფესიონალი ადამიანი რომელთანაც მიდიხარ და მოკლედ თავის საქმე იცის აუცილებლად მაგრამ ახლა მე რა მაკვირებს უყურე როდესაც ექიმთან მიდიხარ მიენდობი ექიმს მიენდობი მის პროფესიონალიზმს და მის დანიშნულ წამალს ალბათ ხო ნუ არის სხვა შემთხვევები შენ ხო თქვი რომ არის კიდევ ექიმბაშები და სახალხო მედიცინა შეიძლება თქვა რომ ექიმი წამალს რას და არ ვიცი მე ეგენი რა წამლებს წერენ წავალ ეგერ ისევ ჩემებთან გელასთან მივალ კვერცხის გულში აზელილი მრავალძარღვა და ამ იმის კიდე ანწლის ნაყენი და მიშველის ეგეთებიც არის მაგრამ კალცი და ნახშირწყლები ყოველთვის შველი ხო არის ეგეთი ამბები მაგრამ კაცო თუ და კიდევ არის ლოცვაც ასევე ადამიანებს შეგვიძლია ვილოცოთ რომ განვიკურნოთ მაგრამ ყველაზე მეტად მაკვირებს როდესაც მიდიხარ ექიმთან და ოთახში მაგალითად სამედიცინო პლაკატებზე მეტად უფრო გაკრული აქვს ხოლმე ხატები. მარტო აი არ ვიცი სასაცილო არ არის არ მინდა რომ გაგეციო მაგრამ მე მაგალითად ძალიან ბევრი ექიმი მახსენდება რომელთანაც მივსულ ვარ მივდივარ რომ ექიმო რამჭირს გამსინჯეთ ნახეთ მომარჩინეთ ანუ სასწაულის რომ ჯეროდეს თქვენთან კი არ მივიდოდი აგერ მშვენიერესი ეკლესია ძალიან კარგი მოძღვარია მივალ მასთან და ვილოცებ მაგრამ თქვენთან მოვედი ნემსი გამიკეთეთ ამ დროს იხედები გარშემო და ხარ ტაძარში აი ეს იხედები ეს მაკვირვებს არ ვიცი რა ხდება ამ დროს რა ხდება პარადოქსია ბატონო მანო ეს რამე შეხება თუ ვერ ხდები მეკეუნე მოკლედ ეხლა ძალიან მაგარია რომ ექიმი რო ღმერთის იმედზეა შენ სამკურნალოდ აი ძალიან კარგი თან უცნაური არის ეგ ექიმთან რომ მესმის ექიმების ეხლა ნუ დამცინებ და ნუ დაიწყეთ რომ ეგ შენ რა იცი ეგ რამდენი კლიენტს სვავს ჩემს კაბინეტში ეგეც გასაგებია მაგრამ მე კლიენტების მხრიდან ვლაპარაკობ ანუ რა ხდება არ ვიცი არა მე მეცაც გეტყვით მაგალითად არის შემთხვევები როდესაც ვერ ამოხსენი ვერაფრით კურნალობის ეს მეთოდი როდესაც ადამიანს დენს დაარტყავს ხო მას მიწაში ფლობენ. მიწაში ფლობენ დენ და რატო? ხო გიგიათ რომ დენ დაარტყმოთ მიწაში ხვამით უნდა დამტარდეს, როდესაც ადამიანს დენი დაარტყავს. ხო, წესით მიწაში ფლობენ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მიწაში ფლობენ რომ გადარჩეს. ხო? მე მგონია რომ ეს ყველაფერი ხდება იმისათვის რომ ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ადამიანს როცა დენი დაარტყობს არაფერი აღარ უშველის და უბრალოდ მიწას აჩვევენ. სამარეს ისე ხო წინასწარ სამარე გაასწორებს ხო აი წინასწარ აჩვენე და ყველამ ვიცით რომ დენის დარტყმის გამო ვერ გადარჩები და მიწას აჩვენე რომ აი დღეს ეს ხვალ უკვე მიწას შეხედავ ეს ხო შინაურია კაცო ეგ თემაა მოკლედ ჩვენ ქართველებს გვაქვს უნიკალური ერი ვართ რა ჩვენ გვაქვს უნიკალური აი თან მკურნალობის და თან გამოცდის ერთდროულად აი შერწყმის რუსული სიტყვები ხო გიყვარს შენ
სავაკუპნე. მე შემტენე მე. მე ხო და აი ამის ერთობლიობა გვაქვს ჩვენ რა. აი მკურნალობის და მეგობრის გამოცდის. რა აი უტყუარია, ჯერ ესეთ ხო გადაარჩენს მეგობარს. მეორესად გამოგისდის მეგობარს. ძმობას და კაცობას? ხო, აინტერესებს? კი როგორ მაინტერესებს? აი დაუშვათ მიდიხარ შენ ახლა უდაბნოში. შენ ძმაკაცთან ერთად და შენ ძმაკაც კონკრეტულ რაღაც ნებისმიერ ადგილას, რაზეც გინდა. უკაბინა გველმა. მოყოლა მიხდით რაზეა. გადაჯექი შეგველო შენ. კი, ვიცი ეგეთ. შენ უმკურნალებ შენ ძმაკაც? მე კი. მეც კი. მე დავფიქრე. რა, მაიც ეცა. ცოტა ეს არ არის სასწავლო, ეს არის ქართული მედიცინა. მაიც ერთი წამი, რა თქვი? შენ რას უმკურნალებ? ამარ ტყავს ახლა პადა. რას უმკურნალებ, ბიჭო? მაგას ყველაფერს დიდებით ე ამათა გამჩერებელი აღარ. ჩვენ სამი ბიჭი ისეთი თავი ჩვენ დროს ყოველთვის მე ამასთან საქმე აღარ. რამდენჯერ მოუყვედრია კეფაში. დამთავრეთ გადაცემა, მე შენთან კიდევ ვილაპარაკებ ამასთან აღარ. დაიჯექი მისკები ურტყა. არა, მაო, აგერ მოდი, ძმაო. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველი ნაწილი არა, მისკები. ძალიან არჩევანის უფლება. ხო და მე ჩემ მეგობარზე ვიტყვი ახლა ერთ სხვა მეგობარ არა თქვენ. მე მყავს ერთ-ერთი ძალიან კარგი მეგობარი, ხო არის წამალს სვამენ აბსოლუტურად ექიმის დანიშნულებით. წამალი სხვანაირად არ ისმება, ხო წამალი ისმება. როგორ არის? მიიღება წესი და რიგით წამალი. დეცკისა. სამკურნალო მედიკამენტი მიიღება ექიმის დანიშნულებით, ხო? მე მყავს მეგობარი, რომელიც წამლებს სვავს, არც მეტი არც ნაკლები თვალის ზომით. დედას გეფიცებით, ჩემი მეგობარია, კი, პეშვი. ერთი პეშვი წამალი. კი, დედას გეფიცე. აი, რაღაც ყუთი ხო არის, სადაც ყრია ეს აბები ბევრი. ექიმა შეიძლება ოდესღაც უთხრა, რომ 4 აბი დალია დღეში, ან 5 დალი არ ვიცი, ბევრი უთხრა, მაგრამ აი ეს უკვე გაეშვა ექიმს და თვალის ზომით სვავს. გამოწევს ხელს, დაითრევს ესე თავის ხუს. მოხსნის თავს და დაიყრის გაივსება ეს და ამას მე შელის და ამას რო იყრის წინში თან არ დაგავიწყოთ ერთი 5-დან 10-აბამდე 10 აბი ხელიდან უცვივდება სანამ ამას და მაგრამ ეს გათვალისწინებული აქვს როგორც გაუთვალისწინებული ეს გათვალი ჭამს აი ესეთი ადამიანები მე მგონია მას ბავშვობიდან ჭირდება წამალი და ექიმა უთხრა რომ ხელის გულზე რაც დაგეტევა ის დალიო და ის ვერ რას ეტევა იმ ეგეთია ჩემი მეგობარი არის ეგეთი აქვს ეგეთი მეკურნალობის მეთოდი ოღონდ შენ უთხარი რომ რამე აბი უნდა დაალიოს და ის 2-ზე და 4-ზე არ ჩერდება მე პეშვი მოკლედ მეგობრებო მკურნალობის მომრავი მეთოდი არსებობს 1 2 3 4 მაგრამ არის ერთი უნიკალური და უებარი რაც არ უნდა სცადოთ როცა ყველაფერს ცდი და არაფერი არ გამოვა როცა იქაც წახვალ აქაც წახვალ ყველა ექიმთან ვიხარ და არაფერი არ გამოდის მაინც არსებობს ერთი უნიკალური მეთოდი რომელთაც ყველა დაავადება ikურნება რა არის არა მაინც სოფელში წამიყვანეთ იქ კარგად გავხდები აი ეგ არის სახლში წამიყვანეთ იქ კარგად გავხდები სახლში წამიყვანეთ ხალხი არა ხარ აი სახლში ეგ მაინც სოსო პავლეაშვილი რო იქ იძახდა რომ დავიღალე თბილისში მინდა ეგეც ეგ თემაა ეგეც ეგ თემაა აი მას წვიმაში ხალხი არ დახვდა კოლგებით არ დახვდნენ